და დღის სხვა სიახლეები პრემიერ-მინისტრის რეგიონალური ტურნე დაიწყო. მთავრობის მეთაური დღეს სამეგრელოს ესტუმრა ვიზიტი სენაკის სამხედრო ბაზაზე, ნაპირსამაგრის სამუშაოების დათვალიერება ანაკლიაში, ხურჩა, რუხი და ბოლო ზუგდიდი. დადიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერი მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორისაა პორტისა და საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ანაკლიაში, საცხოვრებელი კომპლექსები დევნილებისთვის და საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა სოფელ რუხში. სამეგრელოში ვიზიტი პრემიერმა სენაკის სამხედრო ბაზიდან დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად პატივი მიაგო რუსული აგრესიის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას. შეხვდა პირად შემადგენლობას და გენერალური შტაბის უფროსისგან მოისმინა ბაზის განვითარების გეგმები. შეამოწმა საბრძოლო მზადყოფნა, გაეცნო ინფრასტრუქტურას, იმ ცვლილებებს, რაც ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა. მოისმინა გეგმა განვითარების, როგორც ბრიგადის, ასევე მისი მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში. სენაკიდან პრემიერი ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ანაკლიაში ჩავიდა, სადაც ყველაზე მასშტაბური პროექტის, ერთ-ერთი უმსხვილესი პორტის მშენებლობაა დაგეგმილი. ადგილზე ამ ეტაპზე ნაპირსამაგრის სამუშაოები მიმდინარეობს, რომ უკვე შემდგომ ინფრასტრუქტურის განვითარება გახდეს შესაძლებელი. ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი. როგორც ყოველთვის უკვე მაკეთებენ ყველაფერს სინახელისმხლება, უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, ზუსტი გათვლები არის საჭირო იმისათვის, რომ სწორად დავგეგმოთ სამუშაოები. პირველი ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულდეს ზაფხულისთვის, ვიდრე ზღვის სეზონი მოვა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მეორე ეტაპის სამუშაოებიც და ჯამში 4 კილომეტრიანი ზღვის პერიმეტრი უნდა გამაგრდეს. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც თავის დროზე ყოფილი პრემიერის ივანიშვილის ინიციატივა იყო, სოფელ რუხთან 200 პაციენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს პრემიერს ადგილზე გააცნო პროექტის დეტალები. ტერიტორია გვაძლევს საშუალებას, რომ საჰაერო ევაკუაციას გავაკეთოთ, ის ჰელიპადი არის. აქ იქნება სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, ან ჩამოსული ექიმების, ან პაციენტების ოჯახის წევრებისთვის, ვინც პრაქტიკა რო გაიარო, ხო, ასეა. დიახ. და თვითონ საავადმყოფო პროექტი პრაქტიკულად დასრულებულია. მშენებლობის დათვალიერების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სოფელ ხურჩაში ახალი გზა გახსნა. 4 კილომეტრიანი მონაკვეთი რამდენიმე თვის განმავლობაში დაიგო და ახლა უკვე ადგილზე ნაპირსამაგრის სამუშაოები იწყება. პროექტს ვამუშავებინებთ, თითო სოფელ, თითო პროდუქტი. ეხლა ვასწავლებ, ესე იგი, შესავალს ვაკეთებთ. რომელ რეგიონში, რომელ რაიონში რა პროდუქცია მოდიოდა მანამდე, ტრადიციულად რა მოდიოდა, რის წარმოება შეიძლება ადგილზე. თუ ადგილობრივი წარმოება არ განვითარდა, ის არაფერი არ შეუძლია. მოგვიანებით კი პრემიერი ზუგდიდს ეწვია, დადიანების სასახლე დაათვალიერა და სასახლის ეზოში მოსახლეობას მიმართა. ყოველთვის, როცა ერთიანი ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბების ან დანაწევრებული საქართველოს აღდგენისა და გამთლიანების იდეა იბადებოდა. სამეგრელო თავის სიტყვას ამბობდა ყოველთვის. სწორედ აქ სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას. საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს, რაც თავარია აფხაზების საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვილა უნდა მოიყვანოს ჩვენთან. ზუგდიდის სამეგრელოს გულია და დიდი შეცდომა იყო, რომ ამ ქალაქს აქამდე არ ჰქონდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შეცდომა გამოასწორა. უკვე ამ ზაფხულს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება თავად აირჩიონ ქალაქის მერი. საათნახევრის განმავლობაში ის ადგილობრივების კითხვებს პასუხობდა და რეგიონში დაწყებულ თუ განსახორციელებულ პროექტებზე განმარტებებს აკეთებდა. რა გეგმები გაქვთ, რომ სამეგრელოში გაძლიერდეს, კერძოდ ზუგდიდშიც კი ეს ეკონომიკური მიმართულებით. დღესაც მოპარულია იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი. გაიტანეს და გაყიდეს თურქეთში. ეხლა მაქვს ინიციატივა. დაუბრუნდეს ზუგდიდს იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი და მის გახსნაზე ჩამობრძანდეთ თქვენ. თუ შესაძლებელია ბატონო პრემიერო, რომ ჩვენც ჩავსვათ იმ პროგრამაში, სადაც სახელმწიფო სკოლების გლობალურად დაავალებ ახლავე და სახელმწიფო სკოლების პედაგოგებსაც ექნებათ პედაგოგის სტატუსი. პრემიერი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ერთადერთი საკითხი კი, რაზეც მთავრობის მეთაურს კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდა, წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანებისთვის ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნების ვადები იყო. განსაკუთრებით მე არ მაქვს ამ ეტაპზე პასუხი, კონკრეტული პასუხი. ათასობით ადამიანი იქნება მორალურად განადგურებული, პატივაყრელი, შეურაცხყოფილი. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და საუბრობენ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე. და მე მინდა ამ ადამიანებს შევახსენო. ამ ყველაზე დიდ უმცირესობას. რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. და ჩვენ ყველა ამ ძიმე დანაშაულს ბოლომდე გამოვიძიებთ და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პოლიტიკას განსაზღვრავდა. ამ 9 წლის განმავლობაში იქნება ბოლომდე დასჯილი.
უმკაცრესად კანონის წინაშე. დღის ბოლოს პრემიერმა დევნილების კომპაქტური ჩასახლება მოინახულა, სადაც ახალი კორპუსები ჩენდება. მოსახლეობასთან საუბრისას გაირკვა, რომ არსებობს პრობლემები, რომელიც სამშენებლო კომპანიის გამო შეიქმნა. ვინ არის მშენებელი კომპანია? მშენებელი კომპანია არის ბლოკ ჯორჯია, მაგრამ სად არის კომპანია? აქ არის კომპანიის წარმომადგენელი? აქ არის. ხო, არ ვიცი, გამოასწორებინეთ რა. ბლოკ ჯორჯიას პრობლემები აქვს მეგონი, მაგრამ ბლოკ ჯორჯია ზოგადად. ხო, და არ ვიცი, ერთ თვე მიეცეთ მაქსიმუმ ერთ თვე მიეცეთ. აი ამ ხალხთან თანასწორებით გეუბნებით. ერთ თვე მიეცეთ მაქსიმუმ კომპანიის წარმომადგენლებს, რომ გამოასწორონ ყველა ხარვეს. სამეგრელოს შემდეგ უკვე აჭარაში ქვეყნის პრემიერი საქართველოს რეგიონებში ტურნეს აგრძელებს.